Გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ქრისტიანსგა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჯერ კიდევ ისევ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არის ქრისტიანული კალენდრის მიხედვით და სრულიად საქართველოს, სრულიად ქრისტიანული სამყარო ამ აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის ორგანიზებულად აღნიშნავს და აღნიშნავს მთელი ამ თვის განმავლობაში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ თუ რა მდგომარეობა არის და როგორი მიმართულებით მიდის დღევანდელი პოლიტიკური პროცესები, როგორც საგარეო კუთხით, ასევე შიდა პოლიტიკური მდგომარეობა. დღეს აქტუალური ფრაზაში გადასული არის რუსულ-უკრაინული შეთანხმების საკითხები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ თავის თავზე აიღეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც გარკვეული პრობლემები არსებობს და შესაბამისად ვერც უკრაინული მხარე და არც რუსული მხარე არ თანხმდებიან იმ შეთავაზებებზე, რა შეთავაზებებიც დაუშვათ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინას მიმართებაში და ასევე რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას უკრაინასთან მიმართებაში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. გასაგებია, ყველას თავისი უნდა ამ ომში, ასე არის ეს და ეს ალბათ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ყველა თავის სარგებელს დაახულოს. მათ შორის ევროპა დღეს მთლიანობაში ცდილობს, რომ როგორმე ამ ომს მიეცეს განვითარებადი ხასიათი და ამ უკრაინელების ხარჯზე მათმა მთლიანობაში უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება. ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ ესე იგი ცდილობდა მაკრონი მესამე პირი დამტარიყო იქ, სადაც მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა და ყველაფერს თავის ესე იგი რომ ვიტყვი სახელი უნდა დაეთქვეს და ტრამპმა მას ხელი უბიძგა და არ მიცა იმის საშუალება მაკრონს, რომ აი ამ საუბარში მესამე პირი ყოფილიყო. ჩვენ ასევე უყურებთ თუ როგორ ესე იგი რა საკითხებით და რა მოთხოვნები აქვს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და როგორი ესე იგი მიმართულებით უნდა წაიყვანოს მათმა ის მოლაპარაკებების პროცესი, რომლის საფუძველზეც მოხდება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება დღეს საუბარი. თქვენი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავართკილაძე. ბატონი ჯუმბერ, მოგესალმებით. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, სადაც დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს კიდევ და ეს იქნება ალბათ ერთი თვეც კიდევ ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ჯუმბერ, ხედავთ რომ რაღაც ისეთი განვითარებადი ხასიათი ვერ მიეცა ამ პროცესს, რომელიც პროცესიც თავისთავად ცხადი არის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიღო თავისთავად ეს მოლაპარაკებები. მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ტრამპი ამბობდა როგორც მოვალ ხელისუფლებაში, მე მაგას რამოდენიმე დღეში დავამთავრებ ამ ომს და ფაქტიურად ესე იგი შეწყდება ყოველგვარი საომარი მოქმედება, მაგრამ დღეც კი არა, თვეების გრძელდება უკვე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავისი მოთხოვნები უკრაინას მიმართებაში და ის ცდილობს რომ როგორმე სარგებელი ნახოს. ევროკავშირს აქვს თავისი ესე იგი რომ ვიტყვი ინტერესი და ამ ინტერესიდან გამომდინარე ცდილობს რომ ამ ომს მიეცეს განვითარებადი ხასიათი და ამის ხარჯზე მათმა შეიქმნა უსაფრთხოების ქოლგა. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კიდევ კვლავ ესე იგი როგორც ყოველთვის აყენებს იმ პირობებს და ითხოვს იმას, რასაც ითხოვდა ის იმ დროს, სანამ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალები დაიწყებდა უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს. ეს ჩვენ კარგად ვიცით. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოხდება შეთანხმება თუ ისევ კვლავ გაგრძელდება ასეთი რაღაც გაუთავებელი, რომ ვიტყვი ერთმანეთთან მიმართებაში რაღაც პრეტენზიები, ნუ ხა პრეტენზიები აქვს, თავისთავად ცოტა ყველასთან ეს ასეც იქნება და ბუნებრივია, მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ ზელენსკი უკრაინას მიაქადებს რაღაცა უბედურებისკენ, კიდევ და კიდევ უბედურებისკენ და კიდევ იქით, საიდანაც შესაძლებელია უკრაინას საერთოდ გაქრეს რუკიდან რა. რომ ვიტყვი, როგორ წარიმართება სიტუაცია და რას ველოდებით ჩვენ უმოკლეს ხანში უკრაინის მხრიდან აი ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მოდი თავიდან ვთქვათ,
ერთი რამ რომ დღეს უკრაინისა და რუსეთის შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება არ აწყობს ევროპას და თვითონ უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის არ აწყობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინასაარჩევნო გაკეთებული განცხადებები მე თავიდანვე ვიცოდი რომ ეს აცეული არ იქნებოდა ამ კონფლიქტის მოგვარება და ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებები. თუმცა ძალღუნის არ იშურებს ის კაცი რომ როგორმე შეაჩეროს ეს ძმათა შორის სისხლის ზღვრა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მის მცდელობებს ხელს უშლის თვითონ ზელენსკი და ასევე ხელს უშლის ევროპა. დღეს დილით სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების რომ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ დარჩებიან ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ან გავლენ გვერდით. თქვენ აღნიშნეთ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა რომში პაპის დასაფლავებაზე და ტრამპის განცხადება იყო ერთგვარად დამაიმიდებელი იმისა, რომ მან განაცხადა, რომ ზელენსკი უკვე ფიქრობს, რომ მზად არის კონფლიქტის მოგვარებას. დღეს ვიხილეთ ახალი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთის. ისინი ამბობენ პირდაპირ ღია მესიჯი გაუგზავნის და ეს ალბათ ეს ღია მესიჯი ადრეც იყო გაგზავნილი ამერიკის ადმინისტრაციაში, სადაც ისინი ამბობენ ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟია, ყირიმი თუ არ იქნება აღიარებული უკრაინის მხრიდან როგორც რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი, არანაირი საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე არ იქნება საუბარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ზელენსკი. ერთი მხრივ იმ თვალსაზრისით, რომ მან რომ აღიაროს აღნიშნული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილად, მე საზოგადოება მოკითხავს. რატომ ამდენი მსხვერპლი გაიღე? თუ შენ მაინც და მაინც უნდა გეღიარებინო, ხო? თუ გააგრძელებს ომს, უკრაინის სახელმწიფოურობა აღარ იქნება. იმიტომ რომ დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმენთ რუსეთის პრეზიდენტის იმის თაობაზე, რომ თუ ევროპა ხელს შეუშლის და რაღაც დახმარების კუთხით უკრაინის მიმართ გამოხატავს, ელვისებული პასუხი იქნება. თუ ამ თანმიმდევრობით მივყვებით, ევროპაც ემზადება რუსეთთან ომისათვის და მე ვფიქრობ, რომ უკვე რუსეთი მზად არის ევროპასთან საბრძოლველად. ერთი გარემოების გამოკლებით, რომ ამერიკა ამ ომში არ ჩაერთო. მაბადიეთ, ევროპა უკვე ჩაბმულია ამ ომში. ეს არაოფიციალურად რო ჩაბმულია ამაში არაოფიციალურად. ჩაბმულია როგორც ესე იგი შესაბამისი აღჭურვილობით ტექნიკა, საბრძოლო მასალა და ასევე პირად შემადგენლობები. ინსპექტორები და კი, ინსტრუქტორები და გენერალიტეტი მართვა რამე ყველაფერი ჩაბმულია. ისინი მართავენ. ეხლა ჩაბმულია. თქვენ ხო არ ფიქრობთ რომ არა საზოგადოება უნდა ეწოდოს. მით უმეტეს პირად შემადგენლობის მომზადება საფრანგეთში, გერმანიაში. ეხლა კიდევ ის აზოვის ბრიგადა რომ აღადგინეს, ის ხო ევროპაში აღადგინეს. არც ერთი უკრაინის გენერალიტეტი ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას ღებულობენ ევროპელი გენერალები, რომლებიც იქ იმყოფებიან მართვით შტაბში და აქედან გამომდინარე ეხლა იცით რა ამ ომიდან ყველა სურს თავისი რაღაცა მიიღოს. უნებრივია, ეხლა ამდენი ხალხი, ამდენი სამხედრო პირი დაიღუპა, ამდენი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, რუსეთს ამ ტერიტორიების აღიარების გარეშე არც მუდმივ არაპატიებს საზოგადოება. ის მის საზოგადოებას არაპატიებს. კი. მოკითხავენ პასუხს და პუტინი არ არის ახლა ის გუშინდელი პოლიტიკოსი, რომ ეს ამანა ეს არ იცოდეს, ხო ეგრე არა? ამერიკას რა თქმა უნდა ის ამბიცია აქვს, რომ ის რაც მან დახარჯა, ის თანხების და უკან დაბრუნება უნდა. აი სიტყვის. და ეხლა უკვე სად არის ევროპა? ევროპა არც არ არის. ევროპამაც ნაკლები თანხები არ დახარჯა. მართალია ამერიკასთან შედარებით ცოტა, მაგრამ მანაც დახარჯა თანხები, მაგრამ
მათი ადგილი ვეღარ მოიპოვა და აღარ მოიძებნა იმ მაგიდასთან, სადაც ამერიკა, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს. ხო ეგრეა რა? ის ფაქტი, რომ თელმა მსოფლიომ ნახა, როგორ უბიძგა საფრანგეთის პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დიახ. მე პირადად გულწრფელად გეტყვი. სკამიც, მესამე სკამიც გაიტანეს იქიდან. ხო, მესამე სკამი. ეს იყო ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იმ ქვეყნისადმიც, იმ პრეზიდენტისადმიც და ეს პირდაპირ ამ ქმედებით ევროპას უთხრა თქვენი ადგილი აქ აღარ არის. ეხლა თქვენს კითხვას რო დააბრუნდეთ, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ტრამპი ასაქმეს ბოლომდის მიყვანს იმ თვალსაზრისით, რომ იცის რომ რუსეთი იმ მის ჩამონათვალს არც ეძღვარს არ იტყვის. დიახ. აქ ახლა არის რა? ერთადერთი რომ დღეს რო გააკეთა ამერიკის შეერთებული დეპარტამენტმა განცხადება, რომ ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას დავრჩით ამ კონფლიქტის მოგვარება თუ არ მოგვარებაში, ეს ძალიან დიდი ცუდი სიგნალია ზელენსკის მიმართ. მოდი ახლა ბატონო ჯუმბარი, ერთად განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენ. როგორც სტუმარი და წამყვანი კი არა, აი როგორც კი ბატონო. დიალოგის რეჟიმში რა, რომ საზოგადოებას კარგად აუხსნათ. მოკლედ, რუსეთი არ ცვლის თავის მოთხოვნებს. არც შეცვლის. არ ცვლის. ეს ვიცით, ხო ვიცით ჩვენ კაცო. რუსეთმა ნაკლები ის გაიღო მსხვერპლი. შეხედეთ, მსხვერპლი რა ვაგეკადრევა. ზანაზების მსხვერპლია გაღებული. დიდი მსხვერპლია თანაბრად. ძალიან დიდი მსხვერპლი არის. მით უმეტეს 2014 წლიდან ამ ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიხოცა. გეთახმები. და ის ერთ ნაბის ამ ტერიტორიების ხარჯზე უკან არ გადადის. შემდეგ, როდესაც რუსეთმა დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია 22 წელს, მან პირდაპირ განაცხადა პუტინმა. თქვა, რომ ჩვენ მივიდივართ ბოლომდე. იყო რაღაც გარკვეული მცდელობები და თქვა ესეც თქვა, რომ იყო მინსკის ფორმატი, სადაც მინსკის ფორმატის თვითონ ევროლიდერებმა აღიარეს, ის იყო სატყვარაო. სატყვარა იყო, კი. ხო, სატყვარა იყო. და ეს ვერ ამას ბოდიში, ამას ვერ პატიოს პუტინი. საკუთარ თავს. ამის გარდა, ხო. საკუთარ თავს ვერ პატიოს ამას. საკუთარ თავს ვერ პატიოს იმას, რომ მერკელმა და ხო, რა ქვია, თურქეთის პრეზიდენტმა თავი აჭამეს რა. ნახეთ ახლა კიდევ მერე შემდგომ კიდევ როდესაც უკვე რუსეთის სტამბოლის ხო გეტყვით რუსეთის ფედერაციის ძალებმა თითქმის უკრაინის ტერიტორიის სადაც 60% კიევამდე იყო კიევში შესული იყო უკვე კიევში და იმაში ხო იქიდან უკვე რაღა იყო ბორისპოლში შესული იყო ხო ისრაელის პრემიერმა გახსოვდა ხო რა თქვა რომ დამირეკავ შეშინებულმა და როგორმე შეაჩერდა რომ მე არ მომკლასო ხო ხო ეს იყო ასე იყო მაგრამ ჩავიდნენ თურქეთში სტამბოლის შეთანხმება რომ იყო ბორის ჯონსონმა შეთანხმება იყო ისეთი რომ რუსეთს უნდა გაეყვანა ერპინი და კიევის ირგვლივ მოეხსნა ეს ყველაფერი პირნათად შეასრულა რუსეთმა მაშინას კი მოატყუილეს ხო მოატყუილეს მეორე დღეს შაფრინდა ბორის ჯონსონი ეს თვადაუვარცხნელი არის თვადაუვარცხნელი ვირთხა და შეცვალეს პოზიციები კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ პუტინი საკუთარ თავს ვერ პატიობს შეხედე სამედიოთ ახლა მე თქვენ ნახეთ ერთხელ მოატყუილეს მეორედ მოატყუილეს ხო აღარ აღარ მაქვს უკვე მორჩა მან ყველანაირი ნდობის ის ამოწურა რესურსი რა თლიანად როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასევე ევროკავშირის იმ ქვეყნებთან რომელიც ქვეყნები ჩაბული ამ პროცესში განცხადება რომ ტრამპი ტრაბახობს რომ მე პუტინი ვენდობა და მე მას ვენდობიო ეგრეც არ არის საქმე როგორ არის ერთი კითხოთ პუტინს ვენდობა თუ არა ხო და ზეგ ადმინისტრაცია რო შეიცვალოს ხო პუტინი ახლა მაგის ჩიტია რომ კი ამერიკაში ყოველ 4 წელიწადში იცვლება ადმინისტრაცია და იმას რა ქვია ბაიდენზე დებილი რომ მოვიდეს ვინმე ხო კიდე ხალხი უნდა შეხოცოს ეს კაცი არ აპირებს სიკვდილამდე დასასრულს ღმერთთან უკთავს რომ ისინი დაბრუნდნენ ესევე ხო მაგრამ ჩვენი აქ უფრო ვარეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით პუტინი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში რომ რუსეთს უახლოეს 20-30 წლის განმავლობაში საფრთხარდა ემუქროს
ნატოს წევრ ქვეყნები. მე გასაგებია, იმიტომ რომ ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, ის ზრუნავს თავისი ქვეყნისთვის, თავისი ხალხისთვის, რომ მას ჰქონდეს უსაფრთხოების ქოლგა. უსაფრთხოების ქოლგა ერთადერთი საშუალებაა ის, რომ უკრაინაშიდაც ცდილობდა ამერიკის შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროკავშირი განეთავსებიან სამხედრო ბაზები რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო არაჩვეულებრივი ტერიტორია იმისთვის, რომ მისულიყო რუსეთის საზღვრებთან. და შესაბამისად შემდგომ უკვე იქიდან დაეწყოთ კმენა და ის გარკვეული დისკომფორტის შექმნა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის და ამ პროცესში უკვე ამოცანა თავის შეერთებულების ეხლა ამას ხო პუტინი გაგხედავს კაცო ამას პუტინი ნებისმიერი ეხლა ადამიანი რომელიც ცოტა არის რაღაც გარკვეული გამოცდილება აქვს როგორც პოლიტიკაში ასევე სხვადასხვა სტრუქტურებში ხო ის მიეცდება რომ თავის სახლის წინ ვიღაცა მტერს არ უნდა აყიდიოს ბინა და ხო ბატონო დრისთან 2014 წლის შემდგომ 2022 წლამდის აი უბრალოდ უხეშად რო ვთქვათ პუტინი ემუდარებოდა ეხვეწებოდა რომ ნუ გააკეთებთ ისე რომ ჩვენ ძმათა შორის ომი მოხდეს რომ ეხვეწებოდა ყველა ფორუმზე ყველა მის გამოსვლაში ვინმე მოусმინა მით უმეტეს ეხლა ხო ყველა усმენს ხო всё მით უმეტეს ახლა მე სამხედრო კაცი ვარ და მე მინდა სულთა ეს სამხედრო თვალსაზრისით შევხედო შექმნილ მდგომარეობას მე უკვე შესაბამისი სიმაღლეები მიჭირავს რომლის საფუძველზეც არათუ მარტო აი სადღაც ტრის ზურგში სადღაც 50-100 კილომეტრის სიღრმეში ვაკონტროლებ ყველაფერს არამედ მთელ უკრაინის ტერიტორიას ვაკონტროლებ უკვე როგორც საჰაერო საშუალებებით ასევე სარაკეტო დარტყმებით ვაკონტროლებ და აბსოლუტურად უპირატესობა ჩემ ხელში არის ეხლა ამ უპირატესობას მე ხელიდან არ გაუშვებ მანამ სანამ მე არ დავდებ ის რაც მე მინდოდა ხო ჩემ ხალხს რასაც დავპირდი ხო იმ შედეგს არ დავდებ ხო უკვე ძალიან კარგად სარაკეტო დარტყმებით პუტინი აკონტროლებს მარტო უკრაინის ტერიტორიას კი არა შეუძლია პოლონეთი გერმანია და შესაბამისად კიდევ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს დაარტყას იმ ახალი შექმნილი რაკეტით რასაც მე არ ეშნიკი ხო მაგრამ ამის გარდა კიდევ უკვე მან იმდენი ესე იგი ხელა მანძილით შევიდა უკვე სიღრმეში ფრონტის სიღრმეში ხო მას უკვე საარტილერიო საშუალებებით ისკანდერით და სხვადასხვა კიდევ სარაკეტო საშუალებებით შეუძლია ნებისმიერ წერტილში დასვას რაკეტა და გაანადგუროს სამხედრო სტრატეგიული ობიექტები უკრაინული მხარეს ეს შეუძლია გააკეთოს ამიტომ მე ვფიქრობ რომ და თქვენს დამეთანხმებით ამაში რომ პუტინი მოთხოვნებს არ შეცვლის არ გამორიცხულია საკუთარი ხალხი არაპატიებს არც გუნდი არაპატიებს ის მოთხოვნები რაც მან 2014 წლის შემდგომ ჰქონდა ამბიციები და რის გამოც ეს სპეციალური ოპერაცია წამოიწყო მიზნის მიღწევან პუტინს ვერავინ ვეღარ გააჭირებს ვერც ტრამპი და ვერც ევროპული ძალა ვერ გააჭირებს აქ ერთადერთი ოქროს შუალედი არის ის რომ ტრამპმა მოითხოვოს საპრეზიდენტო არჩევნები ეხლა უყურე აქ მეორე საკითხიც არის აი შეხვედრაზე ვინ უნდა მოაწეროს ხელი უკრაინის მხრიდან აი ხო ისმის აი ვინ უნდა მოაწეროს ეს არალეგიტიმურია არალეგიტიმურია პარლამენტი არალეგიტიმურია ხო ეგრე არა კი ბატონო თუ ავიღებთ იმას რომ ვამბობთ რომ მოაწეროს ხელს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა ამ პრეზიდენტის მიერ არის და დღეს პრაქტიკულად მოლაპარაკებების სკამზე ვინც არ უნდა დასხდეს და ხელი მოაწეროს სამშვიდობო პროცესებზე არალეგიტიმურია მაგრამ ესეთი იძახია რომ კანონი მიიღეს მათმა უკრაინულმა მხარემ უკრაინულ კანონი მიიღო ზელენსკი ის კანონი საომარი მოქმედების ესე იგი მიმდინარეობის დროს უფლება აქვს რომ გაუგზავნოს ვადები საპრეზიდენტო ვადები ერთი წუთი რა ეს მიიღო მაშინ უკვე როცა მაგას უკვე ის ქონდა ამოსული ის ლეგიტიმაცია დაკარგული ქონდა ამოწურული და მან ის კანონიც მიიღოს რომ მას უფლება არ აქვს კონსტიტუციით რომ პუტინთან შეხვედრა გამართოს ან რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აწარმოოს მოლაპარაკებები. მან თვითონ მიაღებია ეს კანონი რადას? ომის დაწყებიდან წელწად ნახევარში თუ რაღაც ასე. ასე რომ კითხვები ბევრია. მაშინ ჯერ ასე გამოდის რომ ჯერ არჩევნები უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. მაგრამ როგორ ჩატარდება ბიმინარობს ომი? როგორ ჩატარდება? ეხლა უყურე პუტინის გენერალური ეს მოლაპარაკებები რაც ჩიხში შედის? ჩიხში შედის. ყველა შემთხვევაში ჩიხში შედის. თვითონ პუტინი მოწაღნიშნა. ვინ უნდა მოაწეროს სამშვიდობო პროცესებზე ხელი?
როცა ზელენსკი არ არის ლეგიტიმურია. ესე იგი არის ერთი გზა დარჩენილი. რომ გრძელდება საომარი მოქმედებები, ამ საომარი მოქმედებების გაგრძელების საფუძველზე რუსეთი აგრძელებს ტერიტორიების დაკავებას და ანუ ის მთლიანად იღებს მთელ უკრაინას. ან არის ხო და არის მეორე მხარე, რომ ან არის ერთი გამოსავალი კიდევ. უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა. კი ბატონო, უნდა შეიქმნას გარდამავალი მთავრობა. და გარდამავალი მთავრობა ნიშნავს საპარლამენტო საპრეზიდენტო არჩევნებს და მანამდე მას როგორც გარდამავალ მთავრობას უფლება აქვს მოაწეროს ყველანაირ ხელშეკრულებაზე ხელი. ეს ორი ვარიანტია, მეტი ვარიანტი არ არის, თორე ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ, დღეს იანუკოვიჩი სცნეს დამნაშავე და 15 წელი. იცით რატო? ის უკრაინა ყოფილ პრეზიდენტო იანუკოვიჩი, იცით რატო? იმ პრაქტიკულად იანუკოვიჩი არის ლეგიტიმური ხელისუფალი. კი მართალია. უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი არის იანუკოვიჩი. როგორც ჩვენთან გამსახურდია. ხო, ნუ ეს ცოტა შეიძლება ის იყოს, მაგრამ იანუკოვიჩი არის ოფიციალური პრეზიდენტი. ლეგიტიმური პრეზიდენტი არის იანუკოვიჩი. რევოლუციის გზით ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, და იქ ხელშეკრულებები, ევროპელი ლიდერების და ასე შემდეგ და მეორე დღეს მოეკლა თუნდა, ხო ეგრეა რა? კი. შეგნებულად დღეს გამოაცხადეთ დამნაშავედ 15 წელი მიუსაჯის იმის გამო, რომ იანუკოვიჩის აღდგენა არ მოითხოვოს პუტინმა. უნებრივია პუტინი ამაზე არ წავა იანუკოვიჩმა რაც გაუკეთა უკრაინას. იმას ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გაუკეთებდა, ხო? პრაქტიკულად მან ჩააბარა ბანდიტებს ქვეყანა. ფაშისტებს, ტერორისტებს ჩააბარა. ისის წარმომადგენლებს ჩააბარა ქვეყანა. ნუ ახლა იანუკოვიჩს თავის დროზე გამოვეჩინა ის გარკვეული რაღაც სიმკაცრე და იანუკოვიჩს რომ გამოეყენებინა ძალები, ხო? ეს არ მოხდებოდა უკრაინაში. იანუკოვიჩს რომ შეესრულებია მაზე დაკისრებული ვალდებულებები, ეს არ მოხდებოდა. არ არის ძალის გამოყენება. მას უნდა შეესრულებია მაზე დაკისრებული ვალდებულებები, რაც კონსტიტუცია დაიცვა. უნდა დაიცვა ქვეყანა. არ დაიცვა. ამ შემთხვევაში არც ყირიმი დაიკარგებოდა. არც ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა არ შეექმნებოდა უკრაინაში. და მე ერთი წლის შემდგომ მას უნდა ჩაეტარებია არჩევნები. თუ საზოგადოებამ იცემდა ხმას მას აერჩევდნენ, თუ არ უნდათ უკრაინულ ხალხს, სხვა საერჩევნო, გეთახმებით. ყოველ შემთხვევაში ასეთ გიჟებს მაინც არ მოუშვებდა უკრაინელი ხალხი. მოკლედ ბატონო ჯუმბე რა არის, იცი მე ვფიქრობ ეს ყველაფერი რაც დაიწყო 2014 წლამდე იყო კიდევ ეს პროცესები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინაში რომ დაიწყო. მე ახლა კარგად მახსოვს მე კუჩმას დრო იყო, იქ რო უკრაინაში ვიყავი და საკმაოდ 6 წელი მომიწია. ბოდიშ ვიხდი. დიახ. თქვენ ზელენსკის მიერ გადაღებული ფილმი ნახული გაქვს სლოგანად? აი ზუსტად ერთ-ერთი. გაქვს ნახული რა? ნახული, მაგრამ როდის არის გადაღებული ხო იცით? 2007 წლის მერე ის გადაღებული. კი. ეს სცენარი ამერიკული სცენარია. ამერიკული სცენარი. მას გადააღებიეს, მას მიაღებეს ყველანაირად მონაწილეობა. მაგრამ ბოლოს თუდად თავდება და მან არ იცის, მას როგორ მან ხო იცის რომ მის სიცოცხლეს უკვე ვეღარავინ არ გადაარჩეს. ახლა ინგლისი ცდილობს რომ როგორმე რაღაცეირად გარკვეული პერიოდი შეფუთოს ეს ადამიანი, მაგრამ მე ინგლისში ჩვენ კარგად ვიცით ყველა იქ შეფუთული იკვდება. იქ ყველა იკვდება საერთოდ. ინგლისის მიერ შეფუთული თავიანთი აგენტურა ყველა იკვდება. კი ბატონო, ასე რომ მან მისი ბედი იცის აწელის, მაგრამ ეს არ არის შვება იმ ხალხისა, იმ გაჭირებულ ხალხისა. აი ახლა ნახეთ ეს ტრამპის და იმის შეხვედრა, რა ქვია, ზელენსკის შეხვედრა, ხო? მოხდა ახლა პაპის დაკრძალვის დროს. ჯერ ახლა ფაქტიურად ბოლომდე არავინ არ იცის ასე ისაუბრეს, ხო? იქ და რაზე შეთანხმდნენ და ხევანდელი ის რა ქვია. მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცი? მე მისი აი მათი ქმედებებიდან გამომდინარე ორივე პრობლემის ხდებოდნენ. ისევ რაღაც გარკვეულ შეუთანხმლობას აქვს ადგილი რაღაცეებს. მე დარწმუნებული ვარ ტრამპმა, მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპმა უთხრა ის სიტყვები, რა სიტყვებიც დღეს გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ტრამპმა ალბათ უთხრა, რომ გინდა სიცოცხლე შეგინარჩუნო და უკრაინის როგორც სახელმწიფო შევინარჩუნოთ. მოხდება ასე და თუ არ გინდათ, მაშინ მე გავდგები გვერდზე, თამაშიდან გავდივარ, არანაირი დახმარება ჩემგან შენ აღარ წამოგივა, შენ და ევროპა მიხედეთ რუსეთს.
რას მიხედავს მე ვაგედა? ვერავინ ვერაფერს მე. ჩემის აზრით, ასე მოკლე კონკრეტული საუბარი ექნებოდა ტრამპს. ვარაუდოთ ამ საუბარს. კი, მე ყოველ შემთხვევისათვის გულწრფელად გითხრა, მეტი მას რესურსი აღარ აქვს, რომ ზელენსკიზე ზეგავლენა მოახდინოს. ნახეთ ახლა რა ხდება ტრამპმა თავის დროზე დააყენა საკითხი იმ ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც ვალიც აქვს უკრაინას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. დიახ ბატონო. ზელენსკი იზახეს, რომ მე თანხები არ ვიცი, საწავიდო, ჩემამდე არ მოსულა ახლა. ძალიან კარგად იცის ზელენსკი ეს ყველაფერი, ბატონო ჯუმბერ და ძალიან კარგად იცის ის იარაღი, რომელი იარაღიც კიდევ სხვა ქვეყნებში გადანაწილდებოდა ტერორისტების ხელში, როგორ აღმოჩნდა ეს იარაღები ყველაფერი. ძალიან კარგად იცის იმ თანხების მოგცევა, რომელიც ხების თეთრდებოდა უკრაინაში. ეხლა პრეზიდენტის გარეშე როგორ შეიძლება რომ ვინმე ხელმოგვიდოს? ძალიან კორუმპირებულია მთელი უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები თვითონ სახელმწიფო არის კორუმპირებულია. უკრაინა იმ თავიდან კორუმპირებელი იყო, სულ კარგად ეს მე კარგად. საბჭოთა კავშირის დროსაც. თავიდან სულ იმიტომ რომ ამას საქართველოს მეტად. ხო, იმათ ახასიათებს ეს და არის, მაგრამ ეხლა ამ საომარი მოქმედებების სულ საერთოდ ძალიანად კორუმპირებული გახდა მთელი უკრაინა. არათუ მარტო მაღალი თანამდებობის პირები და პრეზიდენტი დაწყებული და მის გარემოცველი, არამედ რიგითი უკრაინელიც კი საიტებზე დებს იმას რაღაცა ქვია იარაღს და იყიდება ეს იყიდება ეს საბრძოლო მასალა ამ სახის იარაღი იყიდება ჯაველენებს დებენ ისინი იყიდება. ეხლა კიდევ ნახეთ რა ხდება. მასიურად დაიწყო ნარკოტიკების რომეთქვი გავრცელება უკრაინაში მასიურად. ამავდროულად არის ასეთი დაზუსტებული ინფორმაცია არის თვითონ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ყავს უკრაინას, მათ მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც შემოედინებოდა დაუშვათ უკრაინის ტერიტორიაზე, ამოღებული ძალიან დიდი რაოდენობაა და ესე იგი მათმა ეს ადგენდა ეს აიყვანა კონტროლის ქვეშ, ეს შემოდინებული ნარკოტიკები აიყვანა კონტროლის ქვეშ უკრაინის სახელმწიფო სამსახურმა, რომელიც არეგულირებს წამლებისა და ნარკოტიკული საშუალებების მიმოქცევას უკრაინაში, ხო? და ეს ნარკოტიკული საშუალებები შეიტანეს არის ასეთი სამხედრო ნაწილი, მე ზუსტი ინფორმაციას გეუბნებით ახლა, იმიტომ რომ მე მყავს ჩემი კონტაქტები და მე სამხედრო ვარ და მე კიდევ წეხან გითხარით თქვენ საუბარში, მე 6 წელი ვიყავ უკრაინაში გენშტაბის აკადემიაში და კლიანტ მაქვს ძალიან ახლა 6 წელი ცოტა არ არის, ხო? ხო და არის ახლა კონტინგენტი, რომელთანაც მე კონტაქტები დღესაც მაქვს და თუ რაღაცას დღეს ვსაუბრობ უკრაინას ამიმართებაში, ხო? მე იმათ ინფორმაციის საფუძველზე ვსაუბრობ და იმათ ინფორმაციის 303 ეს არის სამხედრო ნაწილი ცენტრალური საარტილერიო ბაზაზე, 303 ცენტრალური საარტილერიო ბაზაზე, ეს არის სამხედრო ნაწილი A2192 ჟიტომირის ოლქში, რადომიშლინის რაიონში. ლენინაიას ეს არის, აქვეა პალესტინას ქუჩა 37 არის. ამ ბაზაზე არის დასაწყობებული ეს ყველაფერი, ამ ბაზაზე. და შემდგომ ეს თვითონ ნარკოტიკული საშუალებები, ეს ფსიქოტრონული საშუალებები, ჩვენ რომ ხედავთ ახლა უკრაინაში მოტივაცია არ არის უკვე. დამთავრდა მოტივაცია უკრაინაში და ამიტომ არის რომ ეს გაკოჭილი ხალხი რომ იყავთ ფრონტის ხაზზე. გაკოჭილი ხალხი, გათოკილი ხალხი და რა ვიცი, ასე უკეთებ. სწორედ ამათ და მეტი ნაწილი რუსები არიან. რუსები არიან მეტი ნაწილი, კაცო. ეხლა კი და ისა დასავლეთ უკრაინა არის ეს ფაშისტები და ეს ისინი ბენდერები და ესე, მაგრამ ძირითადად ვისაც ეხლა ქუჩაში იზოლებს ეს იყო რუსები არიან. სულ ეხლა რუსეს საიქ მე სხვა მეტი არაფერი რუსი რუსკლავ. ამიტომაც ქვია ძმათაშორისო. ხო, თქვენ აღნიშნეთ ეგ და ნახეთ რა შევებენ ახლა ესენი გადაყავთ სამხედრო მოსამზადებელი ბაზებზე და ყველას აქვს თავისი ისა რა დოზა. ხო, აზომბირებენ. ხო პირდაპირ აზომბირებენ, გაიგე, მაგრამ ამ ნარკოტიკული საშუალებები და იმიტომ არის რომ ვერ გებულობენ, გაიგე? ვერ გებულობენ, ვერ აბსოლუტურად ვერც ესე იგი დრონებით თავდასხმას და ვერ დაჭრას გებულობენ და ვერც აბსოლუტურად აიტყვეთ ბარდებიან და ვერ გებულობენ, სად მიდიან. და ეს დაკარგული აქვს უკვე მიმართულებები და ორიენტაცია დაკარგული აქვს. ეს არის მასიურად მოდებული თელს უკრაინის სამხედრო ნაწილებში და ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება. უკრაინის ხელისუფლება ეს იცის ოფიციალურად. ეს არის დანაშაული საერთოდ, მაგრამ ასეთ აი სიბინძურეში და ასეთ დანაშაულებრივ ქსელში არის ჩაბული დღეს ჩაფლული ზელენსკი თავისი გარემოცვით და თავისი სარდლობით, ხო? ამის გარდა ახლა ის იარაღის მიმოქცევა, რომელი იარაღის მიმოქცევაც არაკანონიერად ხდება უკრაინაში და უკვე სხვა ქვეყნებში აღმოჩნდა უკრაინაზე განკუთვნილი იარაღი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ხო? აღმოჩნდა ტერორისტების ხელში, აღმოჩნდა სირიაში და ასე შემდგომ, ხო? ესეც ძალიან კარგად იცის, ხო?
იქ არის კიდევ ახლა იმ თანხები რომელი თანხებზეც ამბობს, ხო? ის თანხები ახლა თქვენ რა არ დაილეკა ზელენსკისა და მისი გარემოსული ჯიბეში. ხო, დაილეკა და მეტიც. ხო. ჩემი აზრით, როცა ტრამპი ამ განცხადებას აკეთებდა, ამ შემთხვევაში მას ძალიან კარგად ესმის, რომ გავა ბაიდენის ოჯახზე. ამიტომ რომ ყოველთვის ბუნებრივი ბაიდენის შვილი ჰარტერ ბაიდენი იყო ადკატები ჩართული იყო აკონტროლებდა მთელ უკრაინაში მიმოქცევის საკითხებს რო თქვა დიახ თუ გადმოურიცხავდნენ მაგალითად 10 მილიარდს იმ 10 მილიარდიდან 3 მილიარდი უკან უნდა გადაერიცხათ მეტი ახლა მე პირობითად ვსაუბრობ დიახ ასე რომ ტრამპს ძალიან კარგად ესმის ეს განცხადება რატომ გააკეთა ეს ერთი და მეორეც ახლა არის ერთი რამ მე ტრამპს ვთვლი ძალიან ჭკვიან ადამიანად, მაგრამ მას ისიც უნდა ესმოდეს, რომ იმ წიაღისეულზე, რომელზეც საუბრობს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა, ის მადნეულები ყველაფერი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის. რუსეთის კონტროლში. ხო, რა გარიგებაზე მიმდინარეობს აქ? ჩემთვის უცნობია და ახლა ტრამპს მგონია, რომ ის იშვიათი წიაღისეულობებს რუსეთის ხელმძღვანელობამ 100,000-ობით ადამიანი შეწირა და ის იმას დაუთმობს. ეს გამორიცხულია. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებებს, ბატონო ტრისთან, სხვას თუ არა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩემზე კარგადაც. დაზომბირებული სამხედრო ძალიან საშიშიც არის და ეულად სამართავია. ადვილად მართავია. ხო, მას ეკარქება შიშის სინდრომი და მას რომ უბრძანოს აკუთარ შობელს მოკლავს. კი ბატონო. ამიტომ ამ სქემაში თავის დროზე სტალინმა გააკეთა მაგ ხო გახსოვთ ალბათ რომ გასაბძანება სპირტი დაერიგებინათ. ციმბირელებს. ხო, რომ აი სტალინს ზარუდინა იქიდან წარმოიშვა ეს სიტყვები. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერზე ზელენსკის აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, არა მარტო ზელენსკის. მე ვფიქრობ, რომ ეს შემოდგომა ჩვენი მეზობელი ევროპელი ქვეყნებისათვის იქნება ძალიან მძიმე იქნება. დიახ. ყველანაირად მძიმე იქნება, პოლიტიკურად მძიმე იქნება, ეკონომიკურად მძიმე იქნება და ასე შემდეგ და ჩვენ საით მივდივართ ვეღარ გავიქ. ჩვენ იმ უბედურებაში მივდივართ. არა, იმ უბედურებაში არ გვინდა. არ გვინდა ღმერთო დაგვიფაროს. რატო? იქნებ გამოვძვეთ ხო, რატო ვივძვით ახლა იქ? ხო. შესვლაზე. ეს არის რა უბედურება, რომ არ ვიცით რა გვინდა. სამაგეროში ხო, დაამთავრეთ საბოლოოდ სამაგეროში რუსეთის პრეზიდენტმა იცის რა უნდა. მან იცის, რა თქმა უნდა. ტრამპმა იცის რა უნდა. გაწერილი გეგმით მუშაობს. ტრამპმაც იცის რა უნდა, მისი ქვეყნის დიდება უნდა. მოკლედ რა არის ახლა ნახეთ ბატონო ჯუმბერ, კიდევ აი ძალიან სიღრმისეულად შევიდოთ, ხო? ეხლა დაგეგმარება საერთოდ რაც ხდება უკრაინაში, უკრაინის მხარეს ევროპელები აკეთებენ. ევროპელები და ნატოს გენერალიტეტი აკეთებს. ეხლა ასე თუ ისე ამერიკული ფაქტორი გამოეთიშა, იმიტომ რომ ტრამპის ფლათ არა, მაგრამ რაღაც გარკვეული დოზით გამოეთიშა. ძალიან თელი სადაზვერო მონაცემები თუ რამე ესე იგი სპუტნიკიდან ხდებოდა და თუ რამე ესე იგი კონკრეტული ამოცანა და კონკრეტული ესე იგი მიმართულებები და კონკრეტული საცეცხლე წერტილები რომელიც რუსულ მხარეს მხრიდან იყო დაფიქსირებული და რომ ვიტყვი გაშიფრული ხო ეს ნატოს დაზვერვა აკეთებდა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა აკეთებდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მე საერთო გეგმის შედგენა და ამ გეგმის საფუძველზე ხდებოდა კონჩეტევითი ოპერაციების ჩატარება შეტევითი ოპერაციების ჩატარება, მცირე ტაქტიკური ჯგუფების მოქმედება, დივერსიული ჯგუფების მოქმედება. ფაქტიურად, ლეონტ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ამ პროცესებში ჩართული. კითხვა მაქვს ბატონო ტრისტიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს რო ამის უცებ დასრულება სურდეს, ილონ მასკი გაუთიშავდა სადაზვერვოს იმას ქვია სპუტნიკს. კი ბატონო. და 48 საათში უკრაინა დაიცემოდა. Facebook-ის მაგათხელშია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი თამაშია. გეთანხმებით. ეს არის ძალიან დიდი თამაში. აქ სამივე მხარე იბრძვის მისი მიიღოს. მისი მიიღო. რა თქმა უნდა, თორე ამერიკის შეერთებული შტატებს სურვილი ქონდეს, რუსეთის პრეზიდენტთან მოხდება გარიგება და 48 საათში უკრაინის რესპუბლიკა აღარ იარსებობს. ახლა ნახეთ, სამივე მხარე თქვენ ახსენეთ და მოდი ტელემაყურებლებს ვთქვათ, ვინ არის ეს სამივე მხარე? ეს არის რუსეთის ფედერაცია, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ უკრაინის გაჟლეტის ხარჯზე
ამ სამივე მხარემ უნდა მიიღოს თავისი დივიდენდები. დივიდენდები და უკრაინის რესპუბლიკა დაიკარგოს. და ფაქტიურად უკვე აღმოსავლეთ უკრაინის საერთოდ თუ რამე სიმდიდრეები არის ხო უკრაინაში აღმოსავლეთ უკრაინაში არის. რა თქმა უნდა უკვე რუსეთი აკონტროლებს. დასავლეთ უკრაინა მთები და ეს ლვოვი და ესეთ რაღაცა. ლუგანსკი, ზაპოროჟია, დონბასი, ყირიმი ყველა რაც თუ ის წაღისეულია იქ მოიპოვება. ხო, მაგრამ და ყველგან კი ბატონო სულია რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინის 70% რუსეთი აკონტროლებს. კი ბატონო. რაღაც დარჩა პატარა თელი რაღაც პატარა. ნუ იმას მაგასაც მიხედავს, არა პრობლემაა, ვიტო რომ ვხედავ ჩვენ რომ მე ამას რატო ვამბობ, იცი მე როგორც სამხედრო სპეციალისტი, ხო? მე რეალობას უყურებ და არა ზოგიერთები რომ გამოდიან ექსპერტები და უკვე კრემლში არიან ჩასული და დროშებს აფრიალებენ. მე ერთ-ერთ თქვენ გადაცემაში გითხარით ასეთი ფრაზა რომ მოვა დრო მეთქი რუსეთის პრეზიდენტი დაეკავეს ფანქარს, ლუკაზაზე გაავლებს. იმას მოითხოვს და მიიღებს მეთქი. აი დღეს გაავლეს. გაავლო ფანქარი. გაავლო ფანქარი უკვე. გუგაზე გაავლო. და უთხრა გინდათ მოლაპარაკება ძმა, აი საკითხები რომელიც არ განიხილება, всё. ეხლა კიდევ ერთ დიდ მნიშვნელოვან საკითხს და არიქა აჟიოტაჟი რო ატეხეს საკთა. გავიმარჯვებთ უკვე და რუსეთი დავიფყარითო კურსკის ოპერაცია. კურსკის ოპერაცია ეს იყო უზარმაზარი შეცდომა უკრაინელების მხრიდან. არავითარ შემთხვევაში ამერიკელების მხრიდან და ევრო გაერთიანებული მაგ ინგლისი უფრო მეტ როლს თამაშობს ვიდრე ამერიკა. კურსკის ოპერაციამ რომ უკრაინას დარტყმა მიაყენა, იმდენი დარტყმა რუსეთს არ მიუღია და მით უმეტეს გუშინ უკვე კურსკის ბოლომდე გაანთავისუფლეს. ბოლომდე გაანთავისუფლეს. გუშინ. მაგრამ უკრაინაშიც არის ტელევიზიები როგორ შავი ნოდარა რო ყავს ჩვენ ისე. შავი ნოდარას არის, მაგრამ კურსი რეალურად ეხა კურსკი კაცო აჩვენეს, საზღვრები აჩვენეს, აღადგინეს ის საზღვრების აღადგინეს გაიგე. თუმცა მისი ის თავარზარდალი გამოდის და ამბობს თუ ტყუილია ეხლა. რა ტყუილია ახლა მაშინ პუტინის სიტყვებზე გამოვიდა პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი და მიულოცა სარდლობას, მიულეცა სამხედრო მოსამსახურეებს კურსის განთავისუფლება, შემდგომ აჩვენეს საზღვრები. უკრაინის შავნოდარა გამოვიდა და თქვა, არა, ტყუილიაო, ნუ ეხლა ის აი ასეთ კაცს რო გენშტაბის უფროსობას მიანიჭებდა, იმას ენდობი ომის ბედს, კარგი რასის ცვლილა უბრალოდ. გეთანხმებით, მაგრამ ნახეთ ახლა სახედე რა ხდება. ეგონათ რომ მათ ეხა მოდი ავიღოთ აი რეალურად სიმართლე უთხრათ საზოგადოებას ესენი რომ იძახენ ტყუილია კაცო არავის არ უნდა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის არ უნდა და ის ბელორუსიაში ის ლუკაშენკო ჩამოგდება და ტიხანოვსკაიას მოყვანა და მე მაგის საფუძველზე იქაც მესამე ფრონტის გახსნა ხო ეს ამას ესენი არა კაცო ეს ნარატივი არის რუსული ნარატივი არისო როგორ არის რუსული ნარატივი როდესაც არ გამოუვიდათ არც ბელორუსია და არც საქართველო და საქართველოში აგ გიჟი გადარეული ავამტყოფი შერეკილი სააკაშვილი დესანტირება რომ გააკეთეს არაჟის კონტეინერით და შემოგვითრიეს აგე რა ეს არა ისვის იყო გაკეთებული იმისთვის იყო აბა რა იმისთვის იყო რომ მას ეს ყველაფერი გააკეთებინა და თქვენ რა ეჭვი ეპარებათ და კიდევ ცდილობა ქონდეთ სასამართლოში აბა რა რომ საქართველოში არ გამოს სასამართლო ქონდათ თქვენ ეჭვი გეპარებათო ეს სულელი არ გადადგება და ნაბიჯს არ დახოცავდა და არ გაანონდრა და მიწაზე არ გაასწორებდა მთელ საქართველოს როცა პრეზიდენტი იყო და როცა ხელისუფლებაში იყო მაშინ რას უშობოდა ხალხს და ახლა მithumedes დასუნდა ხო ამას შეხედე ეს არ გამოვიდათ ის არ გამოვიდა ამიტომ მე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება რომ მოდი ჩვენ ახლა დონეცკი ლუგანსკის მიმართულებით რომ შევასწავლოთ რუსული ძალები შეიჭრენ კურსკის მიმართულებით ეს იყო ერთ-ერთი მოტივი ამის რა სხვა დანარჩენი ფული ეს და ისა გამოვიდეთ მე ევროპელები და ამერიკელები და ამერიკის ერთ-ერთი დაზვერწებული ჩვენ არ ვიცოდით მაგის შესახებ რა არ იცოდი ბიჭო სპუტნიკით აკონტროლებ ყველაფერს გაიგე შენ უგეგმავ იმას კიდე ერთხელ ვიმეორებ აქ შემთხვევაში ინგლისი უფრო მეტ როლს თამაშობდა ვიდრე ამერიკა კი ბატონო ინგლისსაც კარგად იცოდა მაგი და მithumedes ესენი უგეგმავენ თელ სამხედრო ოპერაციებს ხო და ის არ იცოდა რომ ზელენსკი მიიღო გადაწყვეტილება და ის ელიტარული ბრიგადები რომელიც იყო რეზერვში ყავდა უკრაინის მხარეს ხო ჩაახოცინა კურსკში სულ აბსოლუტურად ზელენსკი შეიძლება ღებულობს ახლა გადაწყვეტილებას მაგრამ ტრამპის მოსვლამდე ზელენსკის მაგიერად გადაწყვეტილებას ღებულობდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იქიდან იმართებოდა მთელი უკრაინა მთელი ომის იმიტომაც წავიდა ხა ვითომ წავიდა უშველა თავს ამერიკის ელჩმა უკრაინა ხო წავიდა ახლა ხო ნუ ახლა იმენი რამე აქ ჩადენილი და იმას თავის ოდვეზე მოეთხოვება მაგრამ და ის ხალხს მინდა მივმართო რომლებსაც არ ჯერავთ
ჩვენ ამერიკის ელჩი არ გმართავდა ამდენ წლების განმავლობაში, როგორ რა გააკეთა ცხრაბი რა გააკეთა ხო ხედავ გობიდანიგანმა როგორც შეუკვეცეს ფრთები ხელისუფლება როგორც შეუკვეცა ფრთა იმის შემდეგ ვეღარ უკარნახობს და ვეღარ ბრძანებულობს და იპოვა მისი ადგილი სადაც უნდა იყოს ისე მაინც გააკეთა მაინც იმოქმედა ამ 9 აპრილს ხო 9 აპრილს მაინც იმოქმედა ნახე რა გააკეთა თუ დააკვირდეთ თქვენ ამერიკის ელჩს როგორ შორიდან უყურებდა შექმნილ სიტუაციას 9 აპრილის მემორიალთან ხო იმისი ჭინკები იმის აგენტურა როგორ მოქმედებდა ჩვეულებრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ისინი უკენელა ღაფავენ სულს და კი ღაფავენ სულს მაგრამ 100 ადვილად ვერ დაღაფავენ ეს არის მილიარდებია ჩადებული ბატონ ჯუბური ამ საქმეებში და ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ 100 ადვილად გავლინდნენ წინამ თამაშიდან არ გავლინდნენ ხო იცით რა როცა საზოგადოებაში არის კონსენსუსი რომ ეს ხალხი უნდა დასრულდეს ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიცია არის მაგარი იმიტომ რომ ჩვენ ყველა ამ საკითხის რო კონსულტაცია გვაქვს ხელისუფლებასთან. გვერდში ვდგივარ. კი ბატონო, კი. ყველა მტერი მოყვარე მტერი არ აყავს ხელისუფლებას. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები თუ მათი არ მხარდამჭერი რაღაცა ამ შემთხვევაში და ამ პოზიციაში ჩვენ მათ გვერდში ვდგივართ და მათი პოზიციები არის დიდი. აქ არის 80-20-ზე, 80%. დიახ. ამ მასში ვართ 20% ის. ამ საგამოძიებო კომისიამ ძალიან დაეხმარა იმ გზაბნეულ ახალგაზრდობას, რომელსაც ბრმად ჯერავდათ სააკაშვილი იყო გმირი და მათ რომელსაც ჯერავდა რომ აი სააკაშვილმა აღაშინა მართლა ეს ქვეყანა. ეს საგამოძიებო კომისიამ გააკეთა ის, რაც ოცნება ვერ გააკეთა მისი მმართველობის პერიოდში. ორ თვეში გაშიშულა 2 თვის განმავლობაში ახალგაზრდობამ დაინახა რა სისხლიანი 9 წელი გადავიდა. მე თქვენ თერმა საქართველოს. კი ბატონო, ეთანხმები. ამიტომ როცა 80% ერთ მხარეზე ვდგავართ, ის 20% თვითონ დაეკარგება. ჩემის აზრით, თვითონ დაეკარგება და რა თქმა უნდა ხელისუფლება წაკლავს პატარა ხელს. მოკლედ ბატონო ჯუმბერი, ახლა ჩვენ უკრაინული საკითხები მიმოვიხილეთ, მაგრამ ბოლომდე არ ესე იგი რომ მეტყვი გაგვიშიშვილებია ის დანაშაულებრივი სქემები, რომელიც დანაშაულებრივი სქემები საფუძველზე დღემდე ხდება უკრაინელი ხალხის დახოცვა, გაუბედურება და მათ ხარჯზე ინდივიდუალური პირების გამდიდრება. კაი, მილიარდების შოვნა, ხო? და საწყალი ხალხი აგერ ხო ხედავთ. ახლა რა არის იცი? როდესაც შენ იძულების წესით მიყავს ომში ადამიანი ის არასდროს არ იომებს. რა თქმა უნდა, არ იომებს. ვერ იომებს. იმიტომ რომ ის არ არის მორალური. ძალით, წასეული ძალით, ნადის არ დაიჭირა. მე ხა ვიცი ეს ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ ის არ არის მზად. შინაგანად არ არის მზად იმისთვის, რომ მან იომოს. იქ დაიცერა მაგრამ არის მზად. ფიზიკურადაც არ არის მზად. მიყავს 16 წლის ბავშვი, იარაღი არის. კარგი, მაგას თავი დავანებოთ. თვითონ мотиваცია არა აქვს. და რატომ არ აქვს, იცი? იმიტომ არ აქვს, ხედავენ, კაცო. აგერ ეს ღიად ჩანს უკვე ნაცვლად. კიევში გრიალი მიდის, გუგუნი მიდის, აგერ კაფეებში და მთელი ამბები მიდის. კი, უყურებენ სოციალურ გულაობენ და წავა ეს და საღასა კიდე ტყვიას კრავენ შუბში დააგდებენ და მისი დამარხმელიც არავინ არ არის. დამარხმელიც არავინ არ არის და მაგას თავი დაანებენ. ომის შემდგომ იქ სიტუაციები წარიმარხება. ნახეთ, აი მაგას სწორედ მად მიდივარ. ამდენი ესე იგი რომ მიტყვი დანაშაულებები ქმედებები, ხო? ამხელა ესე იგი იარაღის მიმოქცევა და შავი ბიზნესი, ხო? ადამიანის ორგანოების ვაჭრობა, გაქანებული ვაჭრობა, გაქანებული ვაჭრობა, ხო? ეს ამღედი თანხები გამქრალი, რომელიც თანხების დღეს ამერიკელები ითხოვენ. ამდენი ესე იგი რომ მიტყვი სოფლიოში მოდებული, ამდენი ტოლვილი, უკრაინელი ტოლვილი, ხო? ფაქტიურად ესე იგი რომ თქვათ, ხო? მთელი აი ეს უბედურება, რომელიც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ, ხო? ეს არის ძალიანად ზედმიწევით სისხლის სამართლის დანაშაულებებია სულ ყველაფერი. სისხლის სამართლის დანაშაულები კი არა. ამაზე მუშაობს რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტი მუშაობს. 3500-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე არის. კი, მუშაობს რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტი და ისინი არ ფიცავენ, ისინი ამზადებენ საერთაშორისო ტრიბუნალისთვის. კი ბატონო. აი ამ ყველა მასალებს და მტკიცებულებებს დებენ.
და ჩვეულებრივად მთელი ბრიგადებია შექმნილი იმის გამომძიებლების და იმის პროკურორების და იმის რომლებიც პირდაპირ მივლინებულები არიან იმ წინა ხაზზე არიან მივლინებულები და პირდაპირ იმ რა ქვია პირველ ეშელონებში არიან პროკურატურის წარმომადგენლები და აფიქსირებენ ამათ როგორც ფურცელზე ისე ვიდეო იმით რა ქვია საშუალებებით ხო ნიურნბერგის პროცესი რო იყო იმაზე ვარესი პროცესი გაემართება უკრაინის არაერთხელ გაიჟღერა ხარტერ ბაიდერის სახელმა ამ სწორედ ამ შაუბნელ საქმეებში ხო ბატონო ერთ-ერთი თანაავტორია იარაღ ვაჭრობა სირიაში და სოფლიოში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციები და ხარტერ ბაიდენის აი რა მინდა ახლა გითხრათ თქვენ მე როდესაც მე მგონი ტრამპს ახლა ის ტრამპი ესე იმათ რო ესაუბრება ზელენსკის და ცოტა რიხიანად დგას ხო მას გარკვეული ბერკეტები უჭირავს ხელში სწორედ აი ამ დანაშაულებრივი სქემებთან დაკავშირებით და თუ დაუშვათ ნუ თუ მე კიდევ თუ იქით სავარაუდოდ ვამბობ რომ ვერ შეთანხმდნენ გაიგე და ჩაიშალა ეს პროცესები ყველაფერი რუსეთმა გააგრძელა და აგრძელებს დღემდე აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს ხო და მთლიანობაში აიღო უპირატესობა ხელში ამ დროს უკვე ჩვენ კარგად ვიცით და მე კარგად ვიცი როდესაც უკვე კურატორები ხედავენ რომ თავიანთი აგენტურები უკვე ეწირებიან მისი რომ მთლიანად უკვე მოწინააღმდეგე ხელს არ მოჩაუვარდეს ხელში იმიტომ რომ უკვე ძალიან მე კალამს ვეღარ გამოართვებენ ხელიდან და მოკლედ ტომების ისა ეწავა ხო კორიანტელია რა ამ დროს ხდება ზელენსკის და მისი გარანამცის ევაკუაცია გაყვანა და უსაფრთხოება და სავარაუდოდ ეს ინგლისი მე ვფიქრობ რომ ზელენსკის არ გაიყვანებენ ინგლისი იქნება სავარაუდოდ ზელენსკის რატომ გაიყვანებენ იცი ზელენსკის ცოცხლად ხელში ჩავარდნა არ აწყობს ამას ზელენსკის ცოცხალი არც იმათ არ აწყობს აბიტო რა აწყობს იცი მათ გაყვანა და შემდგომ არა რატო განვიხილოთ ის მომენტი რომ შეიძლება იქვე ამბო დააბრალები რუსეთს ნახე იქვე ხო დააბრალები რუსეთს დაცვა ხო მას ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია დაეწყებენ თუ არა შემდგომ უკვე როცა ეს ყველაფერი დამთავრდება და ომის მერე მიდის უკვე ფლიანობაში უკვე განხილვები შესაბამისად რა იყოს სწორი რა არ იყოს სწორი ხო ეს ყველაფერი ხდება ასია საერთოდ ეს და ხომ არ არის მოსალოდნელი რუსულ-ამერიკული გამოძიება აი ამ კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით მე არ გამოურიცხავ ეს რეალურ ეს იქნება ლოგიკურიც ეს იქნება ლოგიკური იმიტომ რომ ბაიდენ ის რა ტრამპს აწყობს ეს პროცესი, პუტინსაც აწყობს ეს პროცესი, მაგრამ ვის არ აწყობს ბაიდენს არ აწყობს და ევროპელი ლიდერებს არ აწყობს ეს პროცესი. ტრამპს რატომ აწყობს იცი? აგერ თავისი ოპოზიცია, ოპონენტი რომელიც დღემდე უთხრის ზირს, რა თქმა უნდა, ბაიდენს პრაქტიკულად უნდა ჩაესვა. ბოლომდე და იმას ის რომიტყვი გაანადგურეს პოლიტიკურად ბაიდენის ამოცანა იყო უნდა ჩაესვა ტრამპის ციხეში. კი. და ეს არის პრეზიდენტი. ჩასვასავიდან სამჯერ იყო მკვლელობის შეიძლება. ეს არის ახლა პრეზიდენტი და ბაიდენის ოჯახის მიმართ იმდენი კომპრომატები აქვს რომ რა უშლის ხელს, არ ჩასვას ხო ეგრე არა? დიახ. ერთადერთი თუ შეუშლის ხელს ასაკი, მაგრამ მისი შვილი არანაკლებ კორუმპირებულია ვიდრე ბაიდენი, ხო? შვილი იყო ყველაფერი. ხო. მთელი ოჯახი საერთოდ როგორც ჩაბული იყო ამ კორუფციულ სისტემაში და ამ იმაში. და არათუ მარტო ოჯახი, თვითონ ადმინისტრაცია ჩაბული იყო. თუ დაინახეთ ბოლო პერიოდში ბორის ჯონსონი საერთოდ ორბიტიდან გახრა. კი, აღარ აჩანს. აღარც განცხადებებს აკეთებს, საერთოდ ზოგადად გახრა. და ახლა თუ დააკვირდით სარკოზის ქმედებები, რომ სადმე შეეკვეხოს რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღოს. სარკოზის თუ არა იმის, რა ქვია, მაკრონის სარკოზი, ხო, მაკრონის. ეს ქცევები, ეს არის თვითგადარჩენის მომენტს ეძებს ახლა. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა თუ ამ ომის განხილვას დაიწყებენ ამერიკა და თუგია დაიწყებენ, აუცილებლად დაიწყებენ. ხო, დაუშვათ ისინი სუფთა წყალზე გამოვლა, ვერცეთი ვერ გამოვა. ვერცეთი ვერ გამოვა, განსაკუთრებით მაკრონი ვერ გამოვა. მართალი ძანდები. ბორის ჯონსონი ვერ გამოვა. კი, რომლებიც აქტიურები. ხო, ეს ორი ინგლისელი, ეს მაკრონი ვერ გამოვა ვერავითარ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ გერმანიის თავდაცვის მინისტრი. კი. იმას ძალიან მოეთხოვება კი ბატონო. ამ ქმედებებში პასუხი და თქვენ რომ ბრძანეთ ბატონო ტრისთან რომ თუ უკრაინა გაქრება პოლიტიკური უკიდა როგორც რესპუბლიკა მე არ გამოვრიცხავ რომ პატარა პოლონეთს არ უკვინოს რუსეთმა იმ ქმედებების გამო რაც პოლონეთმა ჩაედინა კი ბატონო
ვითომეტეს რომ ბაიდენი ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა რომ თუ მოხდება რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება, იქ არ ამუშავდება მეხუთე მუხლი და მე არ ჩავებმები. ანუ ნატო არ ჩაებმება. გააკეთე განცხადება. და მე არ გამორიცხავ რომ ყველაფერი გააკეთოს. ნუ პატარა უკმინოს პოლონოც დაჟის მიხსნით. ახლა მთლად ტერიტორიას არ წაართვას მართალია, მაგრამ დაჟის მიზნით ნუ ახლა მეტი დაჟე რაღა გინდა თუ კი მართლია ეგრე მოხდა როგორც თქვენ ვარაუდობთ და ამბობთ და შესაძლებელია და მეც არ გამოვირთხავ ამ შესაძლებლობას რომ საუბრობთ ხვირწინაგერ ამიტომ ეს ბირთვული რაკეტები იქნება დაყენებული და ყოველ წუთში თვალის დახოჭვის შეგეშინდება ადამიანს ხო? ამიტომ ეს კვირა როგორც თუ დავეყრდნობით იმ განცხადებას რაც ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა თუ დავეყრდნობით მის ფრაზებს მაშინ ამ კვირაში ბევრი რაღაცა იქნება გადამწყვეტი და ეს კვირა იქნება როგორ გითხრათ ახლა იცით ძალიან ცხარე, ძალიან ცხელი უკრაინისათვის და ევროპისათვის. მაგრამ ნახეთ ახლა მოხდა დაუშვათ ახლა შეხვდა ტრამპი და ზელენსკი შეხვდა ერთმანეთს და მოხდა რაღაც გარკვეული შეთანხმება. როგორც კი ზელენსკი გავა უკვე აი ამ შეხვედრიდან სადღაც 1 საათი არაა გასული უკვე სხვანაირად ჭიკჭიკებს და სხვა განცხადებებს აკეთებს, როდესაც ის მაკრონისა და ინგლისის პრემიერ-მინისტრის ზეგავლენის ქვეშ ხდება. ეხლა დარწმუნებული ვარ, ზელენსკისაც ეყოლება რაღაცა გვერდით ცოტა ჭკვიანი ხალხი, ვინაღაც ჭკვიანი ხალხი. ვიღაცა ეყოლება ეხლა. მე ვერ ვხედავ ჭკვიანი ხალხს. რომლებიც არ ჩანან. მოსე რუხი კარდინალები დავაკვათ მათ. მაგრამ რომლებიც არ ჩანან. ისინი ეტყვიან რომ იცი რა არის რა ძალაუფლება აქვს მაკრონს და ინგლისს ამერიკის გარეშე არაფერი არ ნული არიან ხო ევროპა არის ნული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე კი ბატონო მათი შეიარაღება და მათი შეიარაღებული ძალები არაფერს არ წარმოადგენს თორე ამერიკულ შეერთებულ დიახ ეხლა ძალიან არა მე არ ვატყვი რომ ახლა ზელენსკი სიცხოთაშორის დაემოქრა ტრამპი ხო ჯარებს გავიყვან ხო მომგებმოჩებთვის არათარ მომგებიან არა მაგრამ თუ მთლად იმდენად დებილია ზელენსკი რომ მოусმინოს მაკრონს და ინგლისის პრემიერს და გადაიკიდოს ამერიკის შეერთებული შტატები, არ ვიცი. ამის დაშვებაც არ მინდა კი. ვერ დავუშვებ. ამიტომ ტრამპის სიტყვებს მოусმენს. სხვა გზა აღარ დარჩენია მას, უბრალოდ აღარ დარჩენია. მაგრამ ევროპის მხრიდან ეს არ ჩანს ჯერჯერობით ამის მზაობა. ევროპის მხრიდან არ ჩანს და ევროპა ისედაც გაბუტულია ტრამპზე იმის გამო რომ ევროპა ამ პროცესებიდან ჩამოაშორა. კი ბატონო. ამ პროცესებიდან ჩამოშორებულია. ხო ხედავთ. ეხლა რა ხდება ბატონო ტრისთან? უკრაინის ბედს წყვეტს ოკეანის მიღმა ყოფილი ქვეყანა და ოკეანის მიღმა ქვეყანა რუსეთი და ამერიკა წყვეტს, ხო? და აი შენი ძლევამოსილი ევროპა აღარ ჩანს. და ამ მომიდან მას რაიმე ვიგო და აღარ დარჩება. თუ ის რაღაცა პატარა ტერიტორიები რაც წეაღისეულის სხვაგან თუ მოიპოვება, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს და ის ამერიკას დარჩება, უკრაინასა და ევროპას არაფერი აღარ რჩება, ხო? ამიტომ ამბობ რომ ამ შემოდგომაზე ძალიან რთული პერიოდი ექნება ევროპას. განსაკუთრებით ინგლისს და საფრანგეთს. გასაგებია. ის რომ თავში განვაცხადა გადაცემის დაწყების დროს თუ ვინმეს არ უნდა ამ ომის დასრულებას არის ევროპა. ევროპას არ სურს აი ეს ომი დაასრულოს. იმიტომ არ სურს შემდგომი ვინ არის? ევროპა. თავის ხალხს ეუბნება რომ აი მე მიჭირს ახლა ეკონომიკურად, იმიტომ რომ აგერ რუსეთს ვებძვით და მთელი ძალისხმევა ის მიდის, ეს მიდის. უსაფრთხოება შევინარჩუნო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ომი რომ დასრულდეს, მე რას ეთქვის მის ეკონომიკა რომ განადგურებულია. ხალხს რას ეთქვის? ეხლა რუსეთს ხო არ მომბება, ხო? ეს ლიბერალური პოლიტიკის ბრალია. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და ომი რომ ეს ყველაფერი დასრულდება, აი დაინახავთ რომ ამერიკასა და რუსეთს შორის არნახულის ეკონომიკური ურთიერთობები აღდგება. იცით რა, თუ დააკვირდებით თვითონ ევროკავშირის ქვეყნების, ევროკავშირის შემავალ ქვეყნების ლიდერებს, ძირითადი ნაწილი
სულ ყველა არის ფაშისტების შთამომავალი. შთამომავლები გერმანიაში ყველა. სულ ყველა. გერმანიაში ყველა. რეიხის გენერლები, სადამჯელო სადამჯელო პოლიციეისების ისა შვილიშვილები, ეს სულ მთლიან პოლონეთის ისა ტუსკი ხო, მისი ბაბუა სადამჯელო ის ხელმძღვანელი იყო, ხო, ის შოლცის ისას რეიხის იმაში იყო, ქვედანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. საიდუმლო პოლიციის ხო და მოკლედ მთელი ეს აბსოლუტურად ის ბერბოკი ესეც ისიც შვილიშვილია იმისი თვითონ ფაშისტური იმის აგერ ნაციონალურ მოძრაობის იმ კვლელმა ლიდერებმა შვილები გამოუშვენ უკვე პოლიტიკაში. ხო, კი. ანუ ესე იგი იქ თანამედროვე ფაშისტები მოვიდნენ უკვე. თანამედროვე და განათლებული ფაშისტები მოვიდნენ და დაბოღმილი რუსებზე. რუსებზე დაბოღმილი. ვერ უპატიებიათ რომ ის ომი წააგეს. მე ხლა მეგონა რომ ამათ რაღაც გარკვეული წეტის დაუსვამდა ევროკავშირი ევროპის მოსახლეობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც უმრავლესობაში არიან. საქმე რა შეეცი? მაგენის ხელისუფლება გადაარჩინა რუსეთ-უკრაინის ომმა. იმიტომ ასე რადიკალურად რომ არიან ჩართული და ევროპელმა ხალხმა შიშის გამო აირჩია ისევე. ბოჭო კაცო განაცხადა არ მაინტერესებს მე თქვენი ტერიტორიები, საერთოდ არ მაინტერესებს. რა უნდა დავესხავ, ის უნდა დავესხავ. ანუ ესე იგი როგორც აქ ქართულ ოცნებას ბუა თყავს ნაციონალური მოძრაობა. მოვა და დახოცავს ყველას. ისე გამოიყედა ევროპამ. ევროპა მის ხალხს მოსახლეობას მიმართებაში რუსეთი მოყოფას მიწევს რა მერჩიეთ. აი ეს არის რა, იმიტომაა დადგმული სცენარი მეთქი. ეს ომი არის დადგმული სცენარი. ამ ომს ვინ დგამს? მაგას ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებ. ხო, მაგრამ ვინ დადგა? ადამიანებით გამ. ხო და აღარ ამოიწურა ეს სცენარი, აღარ დამთავრდა ეს სპექტაკლი. ფინალი ხო მიხვედით ძალიან სულსად მივედით. კი ბატონო. მოკლედ ბატონო ჯუმბერი, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, მართლა საინტერესო იყო და საინტერესო ანალიზი გაკეთა და მოსახლეობას მართლაც უთხარით ის, რაც სათქმელი არის და თვითფასო ტელემაყურებლებო ერთს დავამატებ რომ ღმერთმა დაგვიფაროს ის დროება რაც უკრაინამ გადაიტანა და ეხლაც მიმდინარეობს. მადლობა მინდა გითხრათ ბატონო ჯუმბერი ჩვენთან მობრძანებისათვის, მადლობა მინდა გითხრათ თვითფასო ტელემაყურებლებო რომ გვიყურებთ, გვისმენთ და ჩვენთან ერთად განვიხილავთ აი სწორედ იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც პრობლემატური საკითხებიც არის მთელს მსოფლიოში. კარგად ვდანებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.